საუცხო არის ჩემი იმერეთი იმერეთის სიყვარულის მხარე საოცნებო სამოთხის ლიტერატურული თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მივემგზავრებით სოფელ ხემაღალში ბატონ ჯუმბერ კვენიკაძის ოჯახში რათა დავიწყოთ ჩვენი ახალი პროექტის განხორციელება რომლის სახელწოდება როცა ერთმანეთს ვჭირდებით ორი სიტყვით მინდა მოგახსენოთ პროექტის შესახებ. პროექტი ორი კატეგორიის ადამიანებს ითვალისწინებს. პირველი ეს გახავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც სახლობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებული, წერენ, ხატავენ, ქარგავენ, ძერწავენ და ასე შემდეგ, ანუ შემოქმედებითი ნებისმიერი სფერო და მეორე კატეგორია გახავთ იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, გამორჩეულნი გახდნენ თავიანთი შემოქმედებით, მაგრამ წელთა სიმრავლის გამო, ასაკის თუ სხვადასხვა დაავადებების გამო, დღეს ოჯახებში არიან, ვეღარ ახერხებენ აქტიურად საზოგადოებაში ინტეგრაციას, არადა ძალიან უყვარს და ენატრება ხარაგაულს, ძალიან ჭირდებიან ისინი ხარაგაულს და ჩვენც ძალიან ჭირდებით მათ. ამიტომ ჩვენი პროექტის სახელწოდება როცა ერთმანეთს ვჭირდებით, სწორედ ამ ურთიერთგაცვლას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს და ამ პროექტის ფარგლებში დღეს ვახორციელებთ პირველ ვიდეორგოლის ჩაწერას და მივემართებით ბატონ ჯუმბერ კვენიკაძესთან, რომელიც გახლავთ პოეტი და წლების განმავლობაში ხარაგაულის აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. მოვედით ბატონ ჯუმბერ კვენიკაძესთან სოფელ ხემაღალში ძალიან ლამაზი სოფელია. ეხლა ჩვენ დავუძახებთ გველოდება კიდეც ბატონი ჯუმბერი შეგვეგებება და გაგაცნობთ ამ საოცრად კარგ ხარაგაულებს. მე მდინარე ჩხერიმელა ხანდებს რომ გამოვსდები თითქოს ძალა მეკარგება ბდუმდები და მორწყვდები უფრო ზემოთ კი დიოდი ზათქედა და ხმაურით მიტაცებდა მამხნევდა ჩემი ხარაგაული ქონდა სულ სხვა ასპარეზი და მეტი გასაქანი ტაშის ცემით მაცილებდნენ ციფა, ქვები, ვახანი, მაგრამ ჩემი სხვა სიცოცხლე, სხვა დიდი სამკაული ერთადერთი იყო მხოლოდ ჩემი ხარაგაული. ახლა რა ვქნა, დამიწყნარდა ტალღები და ოცნება, ხარაგაულს შევატოვე ჩემი პატიოსნება, მივგორაობ ამღვრეული ყვირილაში, რიონში, მერე უნდა გადავეშვა შავი ზღვის ემბრიონში, ჩემ წვეთებში ისევ ცოცხლობ, ისევ მედგრად ხმაურობ, მენატრები, ჩემო ხარაგაულო, რომ შემეძლოს თავქვე დენის, დავამსხვრევ ხუნდები, შენი მიწის დასაკოცნა უკან შემობრუნდები. მე მინდა დიდი მადლობა გახსენოთ სტუმრობისათვის, დაფასებისათვის, გახსენებისათვის და ვერ წარმომედგინა თუ კიდევ მომიგონებდნენ ესე იგი ჩემი თვითფასი ადამიანები და მეგობრები. გუშინ მქონდა დაავადების და არავინ არ დამიპატიჟნია თვითონ მოვიდნენ და ეს ჩემი რაღაც დიდი სიხარული იყო რომ კიდევ ვახსოვე ხალხს ადამიანებს. ჩემს ასე რომ ვთქვათ წარსულს რაც შეეხება 20 წელი მე ქუთაისში გავატარე.
საშუალო სკოლა დაუმთავრა ძირულაში, აქ მაშინ 8 წლები იყო, 8 წლები აქ დაუმთავრა და შემდეგ საშუალო ძირულაში და შემდეგ წავედი ვიმუშავე 7 წელიწადი ავტოქარხანაში. დიახ. თან ესე იგი იქაურო საერთოდ კულტურის მუშაკებთან ვიყავი ძალიან ახლოს და მიყვარდა საერთოდ წერა და ლექსები წერა და შემდეგ. და მე შემდეგ ქალაქში დავუკავშირდი პოეტებს, ესენი იყვნენ ირაკლი ბაზაძე, თეიმურაზ ლანჩოვა, ზურაბ კუხიანიძე ალბათ. ზურაბ კუხიანიძე რა თქმა უნდა წერალთა კავშირის განყოფილებაში პოეზიის სექციას ხელმძღვანელობდა. თან ვიყავი მეუტანე მათ ლექსები ჩემი ისე როულში მქონდა დაბეჭდილი და ზურაბ კუხიანიძე წამეწერა ზე რო წამოუკითხა თუ არ გალოთ და პოეტი იქნება ასე წამეწერა ამაზე და დაბრუნდი ხარაგაულშისა და აქ ადგილი ის უშოვე სამსახური აქ სკოლაში და რედაქციაში და მოყოლე საკითხი. დავიწყე სკოლაში მუშაობა და ვიმუშავე 2 წელიწადი სკოლაში და შემდეგ ლინა ბარათაშვილი მუშაობდა ლიტმუშაკად აქ და გადავიდა თბილისში. იქ გაზეთის გამოდიოდა, მერგები გამოდიოდა, იქ გადავიდა იმის რედაქციაში და ჩემი ახლა მანამდე რაიონულ გაზეთში ვაქვეყნებდი პატარ-პატარა იმას მოთხრობებსა და ხან ლექსებს, ხან მოთხრობებს. რაში სკოლაში პეტრე კვინიკაძე რომ გავიდა დირექტორი იყო, ჩემი ზოგელი იყო ქვევით, გავიდა პენსიაზე და იმან უთხრა, რომ მე კვინიკაძე დაბრუნეთ რედაქციიდან, ესე იგი. დიახ. რაში სკოლის დირექტორად ვიმუშავე 26 წელიწად. 26 წელს ყველაზე საინტერესო წლები იყო, რადგანაც მე მიხდებოდა მუშაობა პატარა ბავშვებთან, ახალგაზრდობასთან და ეს ახალგაზრდობის საერთოდ სულ სამყარო იყო ბავშვის თვალებში, ვკითხულობდი ყველაფერს. ესე იგი ისე მიყვარდა ბავშვები და თუ ბავშვი არ უყვარს საერთოდ მასალებს, ის ადამიანს არ უნდა შევიდოს სკოლაში, არ უნდა შეებიჯოს ფეხი. რაც არ უნდა ესე იგი ყოფილიყო მოსავლე ყოფაქცევით. მე მაინც მიყვარდა ის, იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვი რაც წამხდარი იყოს და ყველაფერში ცუდი იყოს. იმას რაღაცა დადებითი ყოველთვის აქვს და ამას უნდა შეხედოს პირველად აღმზრდელმა და ჩაჭიდოს ხელი და დანარჩენიც გამოსწოროს ყველაფერი. აი დადებითი უნდა ინახოს პირველ რიგში. 2005 წელს შემდეგ გამოიცა კანონი 65 წლის ვინც არის შეუსრულდა დირექტორად აღარ შეიძლება ემუშაო. მხოლოდ მასწავლებლად კი. ხო და მაშინ იმ დროს მომიწია უკვე 65 წლის გავხდი 2005 წელს და გაუთავისუფლეს აიოში 11 დირექტორი გაუთავისუფლეს იმ დროსა და სულ ახალი დანიშნეს მასშტაბი. მას უკან კიდევ ვიმუშავე დირექტორად არა მასწავლებლად ვიმუშავე 2019 წლამდე. საერთოდ სიბერე ადამიანი უნდა დაბერდეს ეს ბუნებრივი პროცესია და სიბერეში და შეიძლება დაინახოს რაღაც სილამაზე ადამიანმა, მაგრამ ეს რო საზოგადოებას წდები და საზოგადოებას რომ უწდები, უკვე აღარ ახარ ეს ბუნებრივად მიდიხარ ასე რომ ვთქვა. ამჟამად შერყეული მაქვს ახლა. შეგვიძლია წავიდეთ ზამთარი არის გავადაროთ აქ, მაგრამ შეშაც მაგახლა პირუტყვი ყავს, ვერთოვი, აქ და ული იმასა და ორი სული საქონელი ყავს და თავისი ნამატეთა და ასე რომ სანამდე შეგვიძლია ვიქნებით ეგან და მაგრამ წავალთ და ამის ექნება ამას. ეს არის მიწისქვეშა მარანი, გარეთ რომ მაღალი ტემპერატურა აი ეს აქ 12 გრადუსზე და არადის საფხურში ტემპერატურა. არის სიგრილი სულ და ესე იგი აქ პორის ჭამოს არაფერი ჯობი. ორი წიგნის ავტორი ვარ, ეს უფრო ახალგაზრდულ ასაკში დავწერე. საერთოდ ძალიან ბევრი მქონდა მე დაწერილი როულებში და იმაში და ვერ მოუყარე თავის ავტორი ქუთაისში და იქ
გაიფანდა აქეთი კითხვა. მესამე კიდე აგერ დავწერე და ეს არის გამომიწია და შემოშვილის უმათქვა რომ გამასო მე გამოგიცემოდა ნახოთ ახლა. მე ესე რაც გამოეცე სულ დავასაჩუქრე რამდენიც გამოეცი ერთი ცალი არ გამეყედია. ჩვენ გავგახუნებს სივრცე და წამი ჩვენ შევიცვლებით ყოველ წამიერ ჩვენ ვნადგურდებით დღითა და ღამით მაინც ვარსებობთ მრავალჟანიერ ჩვენ გალაქტიკის უსაზრო ველში როგორც წერტილი ისე ვარსებობთ მზეს დედამიწა უჭირავს ხელში და ატრიალებს თავის გარშემო და ზღვების ლურჯ თვალს კონტინენტები რვა ფეხასავით უჭერს მარწუხებს აქ სადღაც გალობს პატარა ჩიტი და გულში რაღაც სევდა აწუხებს ეს პატარა ჩიტი შენიერია ოჯახიდან ჩემი ეზოდან ასე რომ მშობლიური სოფლიდან მიმართავ ჩემ საყვარელ ხარაგაულელებს ჯანმრთელობას უსურვებ წინსვლას მენატრება ის დრო როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი უფრო სიცოცხლის უნარიანი შრომის უნარიანი და ახლა საერთოდ ეს ყველაფერი ისტორია ჩემ ცხოვრების და ამოგონებებით ცოცხლობ უკვე და ადამიანი მოხუცი ადამიანი ხანდაზმული ადამიანი წარსული ცოცხლობს წარსული მოგონებებით და საუცხო არის ჩემი იმერეთი სიყვარულის მხარე საოცნებო სამოთხის ბაქს მოგაგონეს როგორც ძანდებით დღეს ძალიან კარგი მისიით მოვედით თქვენთან ლიტერატურულ თეატრს თქვენ იცით რომ აქვს ძალიან კარგი პროექტი როცა ერთმანეთს ჭირდებით და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი გმირი ბრძანდებით და გვინდა რომ ხარაგაულელ მსმენელს მაყურებელს თქვენზე შეყვარებულ ადამიანებს თქვენი თავის სიყვარულით კიდევ ერთხელ გავახსენოთ და თქვენს გაიხსენოთ თქვენი წარსულის ძალიან ლამაზი, ნაყოფიერი და საქმიანი წლები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მომწონს თქვენი პროექტები. ჭიდულები შემოსხდარა ხელზე დაღელაში ჩოხოდულარდა შენ ყოველთვის გამწრალი ხარ ჩემზე ძნელი ესაუბარი მოგონებები ძალიან ბევრია რაც შეეხება ჩემს განვლილ ცხოვრებას მე
პირველად მუშაობა დაიწყე პირველ საბავშვო ბაღში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ და 5 წელი ვიმუშავე პირველ საბავშვო ბაღში. ძალიან თბილი და ტკბილი გარემო დამახვედრა ქალბატონმა ეთერი კიკნაძემ. თქვენ გემახსოვრებათ ალბათ ეს ქალი იყო დიდი ლეგენდა, დიდი პიროვნება. მან შემაყვარა ბავშვი და შემიყვანა იმ სულიერ სამყაროში, რასაც სკოლამდელი აღზრდა ჰქვია. ჩემი აღზრდილები დღეს ძალიან ლამაზად, ტკბილად მიგონებენ და ხვდები მაშინდელ განათლების განყოფილებაში შეიქმნა ასეთი შტატის სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორ მეთოდისტი. და იყო რაც ჩემი მუშაობა შესწავლილი საბავშვო ბაღში, სამართლომ დააყენა ეს წინადადება, რომ ამ შტატზე აუცილებლად ჩემი კანდიდატურა უნდა ყოფილიყო და 68 წლიდან მე უკვე განათლების განყოფილებაში ვმუშაობ. და თქვათ ერთი რამ, რომ ჩემი მუშაობის დაწყებიდან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი არსებობდა ხარაგაულში. და უკვე მთავრობის დადგენილება გამოიცა 72 წელს, რომ უნდა გაიზარდოს ქსელი, სკოლამდელ დაწესებულების ქსელი ყველგან რეგიონებში და ჩვენ ამ კამპანიაში ჩავერთეთ ძალიან აქტიურად და უკვე 1980 წლისათვის ერთი საბავშვო ბაღიდან 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. იზრდებოდა, სოკოებით ამოდიოდა საბავშვო ბაღები. ძალიან წარმატებულ მუშაობას ვეწეოდით საბავშვო ბაღებში სასწავლო საამზნელო მუშაობის მიზნით. 60 წელი ხელმძღვანელობდი ამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. და რა ვიცი, ვინ მოთვლის, რამდენი ღონისძიება, რამდენი კარგი დღეები, რამდენი ინტელექტუალური საკითხები დასმულა და გაკეთებულა. მარტო ის რა ღირდა, ჩემის აზრით, რომ ჩვენი პატარები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორჯერ წარსდნენ თავიანთი შემოქმედებით და დიდი მოწონება დაიმსახურეს და დღესაც ყურში მაქვს ჩემი ნათია მეტრევლის სიმღერა, როდესაც დაამთავრა, რომ პატარებო დაიძინეთ, ნანა არ იქნება ომი, არა და მთელი დარბაზი ტიროდა ამ სიმღერაზე. გარკვეული წლები მე ვმუშაობდი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. მე ხელმძღვანელობდი მხატვრული კითხვის წრეს. ჩვენი ბავშვები სხვათა შორის კონკურსებში ღებულობდა მონაწილეობას და წარმატებულების სიგელებით და დიპლომებით ბრუნდებოდნენ ყოველთვის. მე შევქმნით ბავშვთა თოჯინური თეატრი. და ამანაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის გონებრივი უნარები, ინტელექტუალური უნარები, სწორი მეტყველება, მხატვრული კითხვა, მე თვითონ ძალიან მიყვარდა ეს მხატვრული კითხვა და ბავშვებსაც ვაძლევდი ამის მაგალითს. თოჯინების თეატრში შეიქმნა რამდენიმე სპექტაკლი. ალალმეო, დალალმეო, ნაცარას თავგადასავალი, წითელქუდა, მგელი და კრავი, რა ვიცი, ძალიან ბევრი სპექტაკლები შევქმნით და ძალიან ბავშვები ძალიან კარგად ართმევდნენ თავს. თოჯინებთან მუშაობა ძალიან ძნელია, ხელთან დაკავშირებით თან უნდა იმეტყველოს, თან ხელით უნდა ამოძრაოს თოჯინა და ამას ყველაფერს კარგად ართმევდნენ თავს. ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი რა ქვია, კულტურის სახლთან არსებული სიმღერის გუნდი, სადაც მე მონაწილეობდი. საერთოდ ჩემი ოცნება, ჩემი ცხოვრება, ჩემი ჰობი იყო სიმღერა, მუსიკა და ხელოვნება. ეს ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვიყავი ამ საქმეში ჩართული. აქაც ინსტიტუტშიდაც და ყველგან. მე გავიხსენებ ახლა თუ ძალიან ისეთი არ იქნება, რა ვიცი, ჩვენ პროფესიონალები არა ვართ, მაგრამ მოყვარულის დონებზე მოუხმობ ჩემ დათოს და ვიმღერებთ პატარაც წავიღიღინებთ ერთი სიტყვით. ასაკიო ახლოვდება, ახლოვდება, გული დადარადიარადება, რატომ მოდის ასესება, რატომ არ აგვიანდება, რატომ მოდის ასესება, რატომ არ აგვიანდება.
ისე მოვედი ამ ქვეყანაზე ამ ქვეყანაზე როგორც მოვედი როგორც მოგოსანი ჩათოდა ჩვენი ცხოვრება ჩათოდა ჩემი გრიალოსანი თბილისის ქუჩებს შემოუბერავს დეკემბრის ქარი სეფერინდა ჩვენი ცხოვრება უკან მოხედვაც ვერ მოასწარი ისე დამთაგდა ჩვენი ცხოვრება უკან მოხედვაც ვერ მოასწარი ჩემი ეს სიბერის წლები დაამშვენა ჩემმა ანამ და დათომ ესენი არიან ჩემი ცხოვრების დიდი იმედი ჩემი სული და გული ჩემი პატარები ჩემი დემეტრე და ჩემი ელენე კიდე ჩემი სიბერის ყვავილები არიან მე მათთვის ცოცხლობ და მათით თენდება ჩემი დილა და იწყება და მთავრდება ისინი ძალიან ყურადღებიანი ბავშვები არიან. ანა მაჩუკა დათოს სახით ძალიან კარგი შვილი, ანა ჩემი შვილია და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ანაზე გარკვეული წვლილი მიმიწვეს მის სწავლა ახსნის განმავლობაში და დამიფარსა და დღეს იგი ჩემი, რა ვიცი, ყველაფერია, ჩემი სული და გულია, ჩემი სხეულის ნაწილია და ესე ცოცხლად იწყება ჩვენი ცხოვრება ერთად და მოვდივართ და სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული. მე მახსენდება ეს დუმბაძის სიტყვები, რომ არის სიყვარულზე ისე არ წავიდე ამ ქვეყნად მურტალო ამბობს, რომ სიყვარული არ გამომეცა და უბედურია ის ადამიანი, რომელიც ვერ გამოცდის ამ სიყვარულს, სიყვარული დიდი ნიჭია. მიყვარს ეს ბავშვები, მიყვარს ხარაგაული, მიყვარხარ თქვენ სუყალანი და ძალიან ვამაყობ იმით, რომ ხარაგაულელი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება თითქმის აქ აეწყო და რა ვიცი, არც ტყუილად არ მიცხოვრია. დავბერდი არა, ჩემს ლექსთა ფერებს დაკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს სულზე უტკბესო. ნამდვილად არ დაბერდება, ნამდვილი სიყვარული. მე ყველა მიყვარს, თქვენ მიყვარხართ, ხარაგაული მიყვარს და მინდა რომ თქვენ ძალიან კარგად იყოთ და ბედნიერად იცხოვროთ ამ ჩვენს ქვეყანაში. ზეცაი მურა ქალის გულივი